თითქმის ერთი წელია უკვე რაც დაწყებულია გამოძიება AK ჯგუფის წინააღმდეგ და თაღლითური კოლ-ცენტრის შესახებ, თუმცა რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში? აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაშიფრულმა თაღლითებმა ისევ გააგრძელეს თავისუფლად საქმიანობა. ამ ადამიანების წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული, დაყადაღებულია უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნდათ იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ ერთ წელში ეს გაშიფრული აგენტები და სკამერები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ისინი აგრძელებენ ევროპელი პენსიონერების ძარცვას, ოღონდ შეცვლილ მისამართზე. თუ აქამდე AK ჯგუფის ოფისები განთავსებული იყო საბურთალოზე, მათ შორის ერთ-ერთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ძალიან ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა უკვე დიდ დიღომში გააგრძელეს მათ საქმიანობა. სტუდია მონიტორი, გამომძიებელი ჟურნალისტები 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ მუდმივად სკამერების გადაადგილებას, ცხოვრების წესს და სწორედ ამ ყველაფერს მოიცავს ახალი ჟურნალისტური გამოძიებაც. აღმოჩნდა, რომ მირიან მეფის ქუჩაზე განთავსებულ ოფისში ყოველდღიურად კვლავ აგრძელებდნენ მისვლას სწორედ ის თაღლითები, რომლებმაც ევროპელ და კანადელ პენსიონერებს მილიონობით დოლარი მოპარეს და გაძარცვეს. ისინი 2022-25 წლებში 35 მილიონ დოლარზეა საუბარი. ცალკე საკითხია და საკითხავია, უკვე 2025 წლის შემდეგ რა მასშტაბით გაგრძელდა მათი საქმიანობა და კიდევ რამდენი მოპარეს თაღლითური გზით ევროპელ პენსიონერებს. მთავარი კითხვა, რომელსაც სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტები ახლა სვამენ, არის ის მფარველების გარეშე როგორ გააგრძელეს ამ ადამიანებმა და თაღლითებმა საქმიანობა. ჟურნალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ შესაძლოა გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი შეფი დააკავეს კოლ-ცენტრების მფარველობის გამო, მაგრამ ამით არ დასრულებულა ქვეყანაში კოლ-ცენტრების საქმიანობა. არსებობენ ახალი მფარველები და შესაბამისად თაღლითური სქემაც თავისუფლად მუშაობს. ძალიან არაეფექტიანია გამოძიება. არასდროს არ თავდება იმ შედეგით, რა შედეგითაც იქნებოდა სამართლიანი. მათთან მიმართებაში იცით რა შეიცვალა, მხოლოდ რომ აკაკი ქერქიშვილი შარშან თუ მაგალითად ერთი ავტომობილით და ორი დაცვის წევრით გადაადგილდებოდა, წელს გადაადგილდება ორი ავტომობილით, ერთში თვითონ დაცვის წევრები არიან, მეორეში არიან დაცვის წევრები და ამ ოფისს იცავდა 12 ადამიანი სულ მინიმუმ, რაც ჩვენ დავთვალეთ. შარშან ნახეთ ეს ხმაურიანი დაკავება გრიგოლ ლილუაშვილის მასბრალად ედება კოლ-ცენტრების მფარველობა, ერთ-ერთი ბრალი არის ეს. თუმცა გრიგოლ ლილუაშვილი არის ციხეში და დამთავრდა ამით კოლ-ცენტრების არსებობა თბილისში. ახლა ვინ მფარველობს კოლ-ცენტრებს? ეჭვი არ გვეპარება, რომ მფარველების გარეშე ეს ადამიანები ქუჩებში თავისუფლად ვერიბლიან. როდესაც მე და ჩემო კოლეგამ შევწელით აი ესე მარტივად პირველივე დღეს როცა ოფისში მივედით, გამოგვეაშკარავებინა იგივე აგენტები. მათ არც კი შეუცვლიათ ავტომობილები და მათი სანომრე ნიშნები, ხო? ბუნებრივია საგამოძიებო უწყებებს ეს არ გამოეპარებოდათ. დარწმუნებული ვარ, რომ მათ კარგად იცოდნენ სად მდებარეობდა და კარგად იციან სხვა კოლ-ცენტრების მისამართებიც ალბათ, თუმცა როგორც ჩანს არაფერს აკეთებენ. პროკურატურაში უკვე დაზარალებულების განცხადებები, შვედეთის მოქალაქეები თვითონ ჩამოვიდნენ საქართველოში, იცოდნენ კონკრეტულად კომპანიის სახელი, ვინც გაძარცვა, იმ სკამერების სახელები, რომლებმაც გაძარცვეს და ეს სკამერები მუშაობდნენ AK ჯგუფში და მიმართეს გამოძიებას, თხოვნით რომ დახმარებოდნენ და გამოეძიებინათ ეს საქმე. და დღეს პროკურატურა იძახის, რომ დაზარალებულებს ელოდებიან გერმანიიდან. მაგალითად, შვედეთის მოქალაქეები დაზარალებულები მათ ყავთ და აქვთ ინფორმაცია, რომ ეს მოქალაქეები კონკრეტულად ამ AK ჯგუფის მიერ დაზარალდნენ. ძალიან ბევრი კოლ-ცენტრია დღეს თბილისში და როგორც აღმოჩნდა, გრიგოლ ლილუაშვილი არ ყოფილა ის თუნდაც ერთადერთი ადამიანი, რომელიც მფარველობდა ამ კოლ-ცენტრებს, იმიტომ რომ დღეს გრიგოლ ლილუაშვილი ციხეშია და საქართველოში კოლ-ცენტრები გუგუნებენ. სტუდია მონიტორმა 32 საგამოძიებო მედია ჯგუფთან ერთად ჯერ
გაშიფრა სქემა, მასშტაბური სქემა კოლ-ცენტრების, რომელიც თბილისში მუშაობდა და ევროპელ და კანადელ პენსიონერებს ძარცვავდა. ახლა უკვე დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ეს ჯგუფი, AK ჯგუფი, კვლავ აგრძელებს საქმიანობას და თაღლითები თავისუფლად გადაადგილდებიან. უახლესი ავტომობილებით და გამდიდრებულები ისევ იწონებენ თავს. მთავარი კითხვაა, რას აკეთებს მთელი ამ დროის განმავლობაში გამოძიება. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას კითხვით, გენერალურ პროკურატურაში გვეუბნებიან, რომ გამოძიება გრძელდება. გამომძიებელი ჟურნალისტები სტუდია მონიტორში კითხვას სვამენ გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც პროკურატურაში უკვე დიდი ხანია, რაც შვედი დაზარალებულების პენსიონერების ჩვენებები და განცხადებები დევს. ბოლო ინფორმაციის თანახმად გერმანიასთან მიმდინარეობს პროკურატურის მხრიდან კომუნიკაცია დაზარალებულების გამოვლენის შესახებ.